გამარჯობა ყველას მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გვიხარეთ რომ ხვდებით ხუთშაბათობით. ეს არის ჩვენი YouTube არხი და დიდი მადლობა გამომწერებს, ხოლო ვისაც ჯერ არ გამოუწერია და უნდა რომ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი გახდეს, წინასწარ ვხვდით მადლობას, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი არსებობა დამოკიდებულია სწორედ თქვენზე. ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს ისტორიას, ყვებით იმ ეპიზოდებზე, რომელიც ან კარგად არ გვახსოვს, ან უბრალოდ აუცილებელი რომ სულ გვახსოვდეს და მოყვეთ ნამდვილი ამბები გვინდა და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, რაც ჩვენთვის ძალიან ტკივნეულია, ძალიან სასიხარულო და საამაყო რაც არის და მნიშვნელოვანი, ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ, ეს არის გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს შექმნა ბაგრატ მესამის დროს და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დაშლაზე, სამწუხარო ამბავზე, სამწუხარო ისტორია, როგორ დაიწყო, როგორ ქართული სახელმწიფოს დაშლა, როგორ გაჩნდა ბზარი ამ ერთიან სხეულში ქართული სახელმწიფოს ბრწყინვალე პერიოდის შემდეგ და ეს არის პერიოდი, რომელიც ჩვენთვის ოქროს ხანაა და მე მგონი არც არის საკამათო არავისთვის, რომ დავით აღმაშენებლიდან თამარ მეფის ეპოქის ჩათვლით, ეს არის ოქროს ხანა ჩვენი სამშობლოს ისტორიაში, თუმცა ამ ოქროს ხანის შექმნას ბევრი ადამიანის, ბევრი ენერგია, დრო, გონება და ბრძოლა დაჭირდა და უშუალოდ ვინც წინ უსწრებდა ეს იყო, რა თქმა უნდა, ბაგრატ მესამე. თუმცა დაშლა მაინც მოხდა, მოგვიანებით რამდენიმე საუკუნის მოგვიანებით, მაგრამ ბზარი გაჩნდა ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და ბზარი გაჩნდა მთავარი ბზარი ჩემი სუბიექტური აზრით. ამაზე ხშირად ვფიქრობ და მგონია რომ მართალი ვარ, საიდან დაიწყო ეს ბზარი, ეს არის რუსუდანის თამარის შვილის მეფობის დროს. რუსუდანი გამეფდა ლაშა გიორგის შემდგომ, ლაშა გიორგიზეც აუცილებლად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და უსამართლოდ მივიწყებული მეფე, რომელსაც არ მოუწია დიდხანს მეფობა, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, დღემდე არ ვიცი ზუსტად როგორ და რატომ, მაგრამ გამეფდა რუსუდანი და მოხდა ის, რომ რუსუდანის შვილი, ანუ თამარ მეფის, დიდი თამარის შვილიშვილი, რომელსაც ასევე თამარი ერქვა, მისი სახელოვანი ბები საპატივცემლოდ, რომელსაც წყაროებში მოიხსენებენ როგორც გურჯი ხათუნს, იმიტომ რომ აღმოსავლურ წყაროებით ის გურჯი ხათუნია და არა თამარი, გათხოვდა, ცოლად გაყვა სელჯუკეთის, მაშინდელი სელჯუკეთის იმპერიის, ჩვენი მეზობელი ქვეყნის უფლისწულს, ქაიხუსრევ ყიას ედდინს. ეს არის მე-13 საუკუნის პირველი ნახევარი და ეს იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური შეუღლება, პოლიტიკური დაოჯახება, ასე ვთქვათ, რომ ძლიერი მეზობელთან, სელჯუკების ძლიერი იმპერიასთან, საქართველოს ძლიერი ქართულ სახელმწიფოს ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ეს ჩვენი სიძე უფლისწული სელჯუკების იყო ახალგაზრდა, მაგრამ მას იმდენად თავდავიწყებით შეუყვარდა ჩვენი თამარი, რომელიც ასევე ახალგაზრდა იყო, 14 წლის იყო, იცით, მაშინ ადრე ხდებოდა ეს ქორწინებები. ისე თავდავიწყებით შეუყვარდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანი იყო, ქაიხუსრევ ყიას ედდინი, დაარღვია ისლამის წესი და გამოსახა ამ თავისი შეყვარებული მეუღლის სახე. ხურიში თქვია, სპარსულიდან მოდის, მზისა და ლომის, სადაც ესე იგი ისლამის გავრცელების შემდეგ უკვე იგრძელებოდა ადამიანის სახის შექმნა, მაგრამ ამ სიყვარულისგან, ამ პატივისცემის გამო ეს მოხდა და არსებობს სხვადასხვა მე პირადად მინახავს ანკარის სახელმწიფო მუზეუმში ეს მონეტა, ეს სიმბოლო და ძალიან საამაყოა, რომ ამ ქალის, ამ ახალგაზრდა ქალის არსებობასთან არის დაკავშირებული სელჯუკების იმპერიის ისტორია, იმიტომ რომ სამწუხაროდ მისი ქმარი ადრე გარდაიცვალა და მას მოუწია მართვა უზარმაზარი იმპერიისა. თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, მოხდა სრულად გაუთვალისწინებელი რამ გათხოვების შემდეგ, ანუ ქორწილის გადახდის შემდეგ ისინი დასახლდნენ კონიაში. კონია იყო ახლა არის შუაგულ ანატოლიაში, ისტორიულ ანატოლიაში, ქალაქი, სადაც ყოველშორის დარჩენილია იმ სასახლის კედელზე უზარმაზარი ბოლნური ჯვარი, რომელიც გააკეთებინა გურჯი ხათუნმა, იმიტომ რომ მისთვის არ აუგზავნათ ქრისტიანობა და შეინარჩუნა და უზარმაზარი იმ რეზიდენციის კედელზე და გურჯი ხათუნი იყო საოცარი მოვლენა, უახლოესი მეგობარი მევლანასი, ჯალალედინ რუმის, დიდი პოეტისა და
მუაზრონის ფილოსოფოსის, რომელიც არის დამაარსებელი სუფისტური ორდენის, ძალიან მეგობრობდნენ წერილებიც არსებობს, მაგრამ სწორედ ერთი წერილი, რადგან სიტყვა წერილი ვახსენე, აღმოჩნდა ასეთი ტრაგიკული და ჩემის აზრით, ჩემი სუბიექტური აზრით, საშინელი უბედურების მომტანი ჩვენთვის, რუსუდანმა თავის სიძეს მიწერა წერილი, სადაც ასეთი საშინელება ეწერა, რომ მაყარში, წარმოვიდგინეთ მეფის ასული იყო თამარი, იგივე გურჯი ხათუნი, მაყარში გაყვა თავისი ბიძაშვილიც, რასაკვირველია, ბიძაშვილი იყო, ესე იგი ერთი დავითი იყო, რუსუდანის შვილსაც ერქვა დავითი და მისი ძმის ლაშა გიორგის შვილსაც ერქვა დავითი, ბიძაშვილი, მამიდაშვილები იყო და რა თქმა უნდა გაყვა როგორც ბიძაშვილი მაყარში და რადგან ეს მანძილები იყო შორი და რადგან დრო იყო სულ სხვანაირი და არ შეიძლება სწრაფად მოძრაობა და გადაადგილება, ბუნებრივია, რამდენიმე ხანს დარჩა იქ კონიაში. არა მხოლოდ დავითი, ესე იგი დარჩა კიდე ამ მაყრიონის წევრი რამდენიმე ათეული, სხვათა შორის დიდი დელეგაცია გაყვა მარტივი ახლა ერთ იმის რა ქვია მეფის სამეფო კარის ასული მიყვებოდა ცოდოთ მეორე სამეფო კარის უფლისწულს და ამ წერილში საშინელება მიწერა რუსუდანმა თავის სიძეს უთხრა რომ აი ბიძაშვილი დავითი რომელიც ახლავს თან შენს ცოლს სიამოვნებაში როგორც მაყარი სიამოვნებაში არის სიამოვნებაში აქვს სხვა განზრახვა და პირდაპირ უთხრა რომ ეს არის ესე უკვე ესეთი ამბავი სამწუხარო ამბავი მაგრამ ნამდვილი ამბავი რომ ამ უყვარს თავისი მამიდაშვილი წარმოვიდგინეთ ახლა რა იქნებოდა ამ ახალგაზრდა 17-18 წელს იყო მეტი არ იყო ეს ბიჭი რომელიც გიждდებოდა თავის ცოლზე მაგრამ წარმოვიდგინეთ რა შოკის მომგვრელი აღმოჩნდებოდა ეს წერილი ბრძანა რა თქმა უნდა სიკვდილით დასჯა ამ თავისი ესე იგი ცოლის ბიძაშვილის და დავითი შემდგომში ულუ სიკვდილით დასჯის ნაცვლად აღმოჩნდა დილეგში. ნუ სიკვდილით დასჯა არ მოხდა, არ ვიცი სიამოვნებაში ეს წყაროებში ძალიან ძნელი ამის დადგენა, რატო გადაურჩა სიკვდილს. ნუ დამდგენად ვიცით რომ სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა, გაიხუსრევ ყიას ედინმა, რომელიც გახდა სელჯუკეთის მმართველი, მაგრამ ის ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა მერე მონღოლებთან ბრძოლაში. როგორც ჩანს რაღაც მიზეზის გამო ის სიკვდილით არ დასაჯეს, თუმცა ძალიან მოაშორეს დედაქალაქს, გადამალეს და სადღაც ყავდათ დილეგში, სადღაც იმიტომ რომ ამას იმიტომ ამბობ რომ საერთოდ ეს წერილი იმიტომ დაწერა რუსუდანმა, რომ როგორც ჩანს ძალიან უნდოდა რომ გამეფებულიყო შემდეგი მეფე საქართველოში ყოფილიყო მის შემდეგ არა მისი ძმის შვილი, ვისაც ეკუთვნოდა ტახტის სინამდვილეში დავით ულუ, არამედ მისი შვილი დავითი, რომელიც შემდგომში ეწოდა დავით ნარინი. და სწორედ ამ მიზნით მიწერა ეს მუხანათური წერილი და მოხდა ასეთი საშინელი რამე სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა და ისარგებლა ამით ამბავი ჩამოვიდა საქართველოში რომ აღარ არსებობს დავითი ლაშასძე დავითი პრეტენდენტი და კანდიდატი მეფობის რომელსაც ეკუთვნოდა ტახტი ქართული წესების მიხედვით და რუსუდანმა ამით ისარგებლა და გაამეფა თავისი შვილი დავითი მაგრამ ამ დროისთვის უკვე მონღოლები შემოსულები არიან საქართველოში და ამ დროს მონღოლები უკვე კარნახობენ ცხოვრების წესს ისიც რომ დავყვეს დუმებად და დავხარკეს და ასე შემდეგ მაგრამ თავარი რაც დაგვიწესეს რომ არ გაგვიუქმეს მეფობა მაგრამ დაგვიწესეს რუსეთამდე არავის არ გაუუქმებია ჩვენთვის მეფობა მაგრამ დაგვიწესეს აუცილებელი პირობა რომ ნებისმიერი მეფე ბაგრატიონების ჩამომავალი დინასტიას ინარჩუნებენ მაგრამ უნდა წასულიყო ყაენთან და იმას უნდა დაემტკიცებინა როგორც სპარსეთის დროს ისპახანში მიდიოდნენ როგორც ოსმალეთის დროს სტამბულში და რუსეთის დროს მოსკოვში ცეკას დინები დასამტკიცებლად ასე უნდა დაემტკიცებინათ და დავითიც გააგზავნეს ეს წარმოგიდგენთ რა დროზე და რამდენ რა მოლოდინზეა ლაპარაკი იმიტომ რომ დავითი ეს რუსუდანის შვილი დავითი გააგზავნეს მეფობა დასამტკიცებლად მაგრამ დიდხანს არ დაბრუნდა გასაგებია რომ გრძელი გზა იყო და გარდა ამისა არც იჩქარეს მონღოლებმა იმიტომ რომ არ იჩქარეს იმიტომ რომ სულ არ იჩქარებოდათ მეფის დამტკიცება თვითონ მართავდნენ პროცესებს და დიდხანს ელოდნენ ქართველები იმდენად დიდხანს ელოდნენ რომ გადაწყვიტეს ქართველებმა რომ შესაძლოა რომ ვაიდა აღარ აბრუნებენ, ანამტკიცებენ, ან შეიძლება დასაჯეს კიდე სიკვდილით, არავინ არ იცოდა ეს და გაიხსენეს რომ არსებობდა ასევე ესე იგი კონიაში, სელჯუკეთში წასული
ლაშა გიორგის შვილი დავითიც იცოდა რომ ის სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ მაინც ვიღაცამ თქვა ვარაუდი რომ იქნება არ არის ესა სიკვდილით დაჯილი იქნებ ცოცხალი. წავიდნენ და მართლა აღმოაჩინეს, გასული იყო ალბათ, ესე იგი პატიმრობაში, დილეგში, საიდანაც ამოიყვანეს ეს აღწერა წაკითხული მაქვს, ვერავინ ვერ იცნონ, როგორ იცნობდნენ ადამიანს, რომელიც მეც სადღაც ბნელ დილეგში გაატარა 8 წელი თუ 7 წელი. აი დაახლოებით ამდენი დრო არის უკვე გასული, წამოიყვანეს, იმიტომ რომ უეფოდ დარჩა საქართველოს და ეს დავითი მაინც გაემეფებინათ, იმიტომ რომ ის დავითი უკვე წასული იყო და უკან აღარ დააბრუნეს მონღოლებმა და ეს დავითი მაინც გაემეფებინათ, რომელსაც სიამოვნებაში ეკუთვნოდა ტახტი. ლაშა გიორგის ძე იყო. მართალია ის პრობლემა თვითონ ლაშა გიორგიმ დაარღვია წესი იმ მხრივ რომ არ მოიყვანა სამეფო კარის წარმომადგენელი ცოლად და შვილი გაუჩნდა იმ ქალისგან, იმ გურჯაანელი ველისციხელი იყო უпростоად ქალისგან ვით შეუყვარდა და მე ვერ გადაათქმევინეს ეს მასთან გაუჩნდა, ანუ ეს დავით ულუ შემდგომში იყო სწორედ ამ როგორც ისინი ამბობდნენ უკანონო შვილი. თვითონ ლაშა გიორგი თვლიდა რომ სიყვარულზე დიდი კანონი არ არსებობს, ამიტომ ის მას თვლიდა ძალიან კანონიერ შვილათაც. მოკლედ იძულებული გახდა რომ ჩამოიყვანათ საქართველოში ასე რამდენიმე წელი ტანჯვასში, დილეგში გატარებული წლების მერე ჩამოიყვანეს ესე იგი მეორე დავითი ლაშა გიორგის ძე და მაგრამ და ის გაამეფეს, მაგრამ მის გამეფებასაც ხო მონღოლების თანხმობა ჭირდებოდა. უკვე იწყებოდა ეს საშინელი ისა რა ქვია წესები მონღოლური და ისიც გააგზავნეს ყაენთან დასამტკიცებლად. ანუ წარმოიდგინეთ იმანაც რამხელა გზა ჩავიდნენ აღმოჩნდნენ ერთად ორი დავითი ბიძაშვილი მამიდაშვილები. ესე იგი რა ტრაგიკულია მართლა ზოგიერთი ჩვენი ფურცელი და ჩვენი ისტორიის და აღმოჩნდნენ ერთად გვერდიგვერდ კარვებში ალბათ არ ვიცი რა, მაგრამ ერთად აღმოჩნდნენ. და მონღოლები მიხვდნენ რომ ეს კიდე უკეთესი ვარიანტია და იმიტომ რომ ანერთისთვის უნდა დაემტკიცებინათ მეფობა საქართველოში ან მეორეს და მონღოლებმა მოიფიქრეს ძალიან ვირეშმაკული ხრი ორივეს დაუმტკიცეს მეფობა. ორივენი დაბრუნდნენ საქართველოში. რა თქმა უნდა მეფობა ორივეს იმიტომ დაუმტკიცეს რომ განზრახვა იყო მზაკურული, რომ ქართველების ხასიათი ძალიან კარგად იცოდნენ, შესწავლილი ჰქონდათ როგორც ჩანს და იცოდნენ რომ შეიძლება ამ დაპირისპიროს, ანუ ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა მათი საქმე. მაგრამ არ გაუმართლა სხვადასხვა ორივე დავითი აღმოჩნდა გაცილებით გონიერი ვიდრე მონღოლური გათვლა და მათ მერე ისიც მოახერხეს რომ გაათავისუფლეს მონღოლებისგან საქართველოს ერთი გამეფდა, იცით ალბათ აღმოსავლეთ საქართველოში დავით ულუ და დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში. და მონღოლების იმედები არ გამართლდა, მათ ერთმანეთთან ბრძოლაში არ მოუხოცავთ ერთმანეთი, მაგრამ მოხდა ის რაც ყველაზე საშინელი, მძიმე და ტრაგიკული აღმოჩნდა შემდგომი პროცესებისთვის. მოხდა გაყოფა, ანუ ჩვენ დაუშვით პრეცედენტი და მე ამ პრეცედენტმა იმდენადჯერ ამოხეთქა, იმდენჯერ შეახსენა დანარჩენებს თავი, რომ ეს დაშლის პროცესი ჩემი ზღმარწვენი დაიწყო სწორედ აი ამ წერილისგან, რომელიც რუსუდანმა მიწერა, ამიტომ არ მიყვარს რუსუდანი, უნდა ვაღიარო თამარ მეფის სადმი ჩემი განსაკუთრებული სიყვარულის მიუხედავად ერთი შვილი ყავდა ლაშა გიორგი და რუსუდანი, რომელზეც ვერ ვიტყვი რომ მიყვარს, იმიტომ რომ ამ წერილმა თვლი მისმა წერილმა მოგვიტანა ამდენი უბედურება, დაიწყო ბზარი ქართულ სახელმწიფოში, დაიწყო ორ მეფეიანობა და გავიმეორებ. მიუხედავად იმისა, რომ ის არ მოხდა, რაც მონღოლებმა ჩაიფიქრეს, შემთხვევით არ წამოუწდა რუსები, მათ ერთმანეთი არ დაუხოცავთ პირიქით. შეძლეს და თან არსებობდნენ ორი ქართველი მეფე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და ბოლოს მაინც ორივენი აღმოჩნდნენ დაპირისპირებული მონღოლებთან და ორივესთვის თავისუფლება და საქართველოს იყო მთავარი საზრუნავი და ორივე ძლიერი და კარგი მართველი აღმოჩნდა. მაგრამ ამან მოიტანა პრეცედენტის დაშვება, რომ საქართველოს გაიყო ქართული სამეფო, ქართული ერთიანი სახელმწიფო გაიყო და ეს ისეთი ცუდი პრეცედენტი, ცუდი მაგალითი აღმოჩნდა ძალიან მალე, ცოტა ხანში, იცით ალბათ, რომ ოფიციალურად დავიშალეთ ნაწილებად ერთიანი ქართული სახელმწიფო და ოფიციალურად შეიქმნა იცით რამდენიმე სამეფო და სამთავრო ერთიანი ქართული სახელმწიფოს ნაცვლად და ნუ ეს რა თქმა უნდა ტრაგიკული ისტორია იყო, ტრაგიკულია, მაგრამ
ყველაზე ძიმე, რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც არსებობს. ეხლა გასაგებია, რომ რამდენიც არ უნდა გავეცნოთ ჩვენს ისტორიოგრაფიას, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი ისტორიის მკვლევარი სხვადასხვა პერიოდის სხვადასხვაგვარად აღწერს ამ ჩვენი დაშლის და ერთიანი ქართული სხეულის დაქუცმაცების წინაპირობებს, მაგრამ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ერთი შეხედვით, რა ქვია, არც ისე ტრაგიკული, მაგრამ სინამდვილეში აი სწორედ იმ წერილში იდო ყველაზე დიდი მზაკრობა, რამაც მოიტანა ქართული სახელმწიფოს დაშლა და მე შეუცვლელი პროცესი გახდა, იცით ალბათ, რომ ისე დავიშალეთ, რომ ძალიან დიდხანს რომ არა ილია ჭავჭავაძე ალბათ ერთიანი ქართული სახელმწიფო შეიძლება ვერც დაგვებრუნებინა, მაგრამ ფაქტია რომ ეს ასე მოხდა. რომ ფაქტია რომ ამ ქალის რუსუდანის ამ მზაკრობამ გამოიწვია ძალიან ბევრი უბედურება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. სხვა შორის თვითონ ამ გურჯი ხათუნის ისტორია არის უნიკალური იმ მხრივ რომ მე ამ ახალგაზრდა ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში მონღოლებთან ბრძოლაში დაიღუპა, მე თვითონ მოუწია მმართველობა, ახლაც არის კონიაში სხვათა შორის გურჯი ხათუნის სახელობის ქუჩა, ეს იყო საოცარი მმართველი, ჩვენმა ისტორიოგრაფებმა დაკარგა, იმიტომ რომ სხვაგან გათხოვდა, სხვა ქვეყნის ბრძანებელი იყო, მმართველი იყო, მაგრამ მე არასდროს არ მინდოდა სხვა შორის მისი დაკარგვა, იმიტომ ჯერ ისე ახალგაზრდა ქალი, ჯერ ისე თამარის შვილი თვითონ თამარი და მე აღმოსავლური წყაროების მიხედვით არის დიდი მმართველი და რო წაიკითხოთ რა წერენ მის შესახებ, მართლა იამაყებთ რომ ის წარმოშობით ქართველია და არ გაგიკვირდებთ, იმიტომ რომ თამარის შვილია, თუმცა გავიმეორებ რომ რუსუდანი მე არ მიყვარს და მინდა მადლობა უთხრა გია ჯანჯღაოს, ვინც აღმომაჩენინა გურჯი ხათუნი, იგივე თამარი, ახალგაზრდა თამარი, თამარების დიდი თამარის შვილი, რომელსაც ეპოქა შექმნა სელჯუკეთის იმპერიის ისტორიაში და ჩვენთვის კი დავიწყებულია, მაგრამ მე არასდროს არ მინდოდა რომ დამევიწყებინა და დაგვეკარგა ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელიც საოცარ წარმატებებს მიაღწია. ის არ არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, მაგრამ არის სამყაროს ისტორიის ნაწილი, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ნაწილი და ამიტომ მინდოდა მისი გახსენება. მადლობა ყურადღებისთვის. ყოველ ხუთშაბათს შეგიძლიათ დაელოდოთ ჩვენს ახალ ეპიზოდს და მადლობა ყველას, ვინც უკვე გამოიწერა ჩვენი YouTube არხი და წინასწარ მადლობა მათ, ვინც შემოგვიერთდება ჩვენს მსმენელს და ერთგულ მაყურებელს.